საქართველოს განათლების სამინისტრომ სასწავლო წლის დამთავრებისას განახორციელა კიდევ ერთი სიახლე. ეს სიახლე მდგომარეობდა 22 მაისს მე-6 და მე-9 კლასებში ჩატარებულ ტესტურ გამოცდებში. მისი ჩატარების შესახებ ბრძანებულება სასწავლო წლის დამთავრებამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე გამოიცა. მე-9 კლასში ჩატარებულმა ტესტურმა გამოცდებმა გარკვეული გავლენა იქონია მე-10 კლასში მისაღებ გამოცდებზე. მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრები საქართველოს განათლების სამინისტროში შეამოწმეს. ტესტურ გამოცდებში ქარელის რაიონში მონაწილეობა მიიღო 827-მა მოსწავლემ. აქედან კი მხოლოდ 54-მა მოაგროვა შესაბამისი რაოდენობის ქულები. ქარელის განათლების განყოფილების გამგე კი აცხადებს, რომ ეს შედეგები არც ისე მცირეა. მე-9 კლასელი, რომელიც ტესტურ გამოცდაში მიიღებდა 70 ქულას, ის უგამოცდო ჩაირიცხებოდა მე-10 კლასში. მართლაც ჩვენ მივიღეთ 44 მოსწავლის მიერ წარმატებით დამთავრების შესახებ, ჩაბარების შესახებ ამ ტესტური გამოცდის მონაცემები მინისტრის ხელმოწერით. ეს არის ძირითადად ქარელის სამივე სკოლა, აგარის, რუისის მესამე სკოლა და ზოგიერთი სხვა სკოლები, სულ 44 მოსწავლე. ეს უნდა გითხრათ, რომ არ არის პატარა ციფრი, სხვა რაიონებთან შედარებით და შეფარდებით, საკმაოდ დიდი პროცენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი რაიონის პედაგოგები საკმაოდ შრომას ეწეოდნენ წლის განმავლობაში და წლების განმავლობაში და შედეგებიც ახასია. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ფაქტი. ტესტური გამოცდები პირველი იყო ჩვენი სკოლების პრაქტიკაში. მასთან ახლდა გაუგებრობებიც, რომელთაც არც განათლების მუშაკები უარყოფენ. გარკვეული გაუგებრობები, გარკვეული ხარვეზები იყო და ბუნებრივია იქნება ყოველთვის, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაო სრულდება. პირველი, ასე ვთქვათ, ხარვეზი ის არის, რომ მაინც ბავშვებისთვის ეს ახალი იყო. არ ქონდათ პრაქტიკა. ერთი ბავშვი, ზოგიერთი მოსწავლე, რომელიც საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწავლეებით გამოირჩეოდა, ვერ გავიდა, ასე ვთქვათ, 70 ქულიან ზღვარს ვერ გადასცილდა. მაგრამ ესაც არ არის დიდი უბედურება, მისაღებ გამოცდებზე ეს ბავშვები დარწმუნებული ვარ, მაღალ შეფასებას დაიმსახურებენ და მაღალი ნიშნები ჩაირიცხებიან მე-10 კლასში. დღესდღეობით კი მე-10 კლასში მისაღები გამოცდები დასასრულს უახლოვდება, რომელსაც აბარემენ ყველა დანარჩენი ის მე-9 კლასელები, ვინც ტესტურ გამოცდებში მაღალი ქულების მოგროვება ვერ შეძლო.